მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით შეფასებული ნაკეთების სარგებლობრივ მოსახლებაზე განაწილებულია 90-იან წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ჯერ ამ სიტყვაზე გამოგეკიდებით. 2002 წელს იყო არასასოფლო-სამეურნეო. ანუ რუსფენ ახალასასუშებო. კი ბატონო. რუსთავის მერია მიაწოდა ინფორმაცია მიწებთან დაკავშირებით. კი ბატონო. ფასი ხო არა ხო ეს განსაზღვრებო. ფასს რატო ედოები რუსთავის იმის რომ ხვალ არ გვეტყვით და მით უმეტეს უკვე ფაქტის წინაშე დავდექით. არც ჩვენ შემთხვევაში ფაქტის წინაშე რომ დაიწყეს ელექტროსადგურების შენობობა. თუ ჩემს სად სად და იალღუჯის და მაგაზე ვიპასუხე. აბა ვიპასუხე. ისმე. სადგურის მშენებლობა იალღუჯაზე არ მიმდინარეობს. არც დებათო არ არც დებათო. ეს აქ რატო განწყობილია ბოძები. მე მომისმინე ალბათონო ეპიცოდი. მომისმინე. ეს იყო ჩვეულებრივი მორიგი შეხვედრა, არაფრის მომცემი და არაფრის გაკეთება ვერ შევძელით. ესენი არიან მხოლოდ დაპირებებზე გადასული, არ იძლევიან და ვერ გვაძლევენ რაიმე კონკრეტულ პასუხს ჩვენს მიწებთან მიმართებაში. მოვითხოვეთ ახლა ჩვენ ქალაქის შემოსასვლელის მიწების 900 კვადრატიანების თან დაკავშირებით. ვერავით არის პასუხი კონკრეტული არ აქვთ, ამბობენ რომ კომისია მუშაობს, შედეგები იქნება, რა იქნება ჯერჯერობით კიდევ არ ვიცით. საბოლოო შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ ჩაინიშნება შეხვედრა ისევ გუბერნატორთან და ჩვენ პარალელურად მოვითხოვეთ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომლის განკარგულების საფუძველზეც არის დაწყებული მთელი ეს აჟიოტაჟი ეს არის. ას ვითხოვთ თამაზ გოგბერიძე ვარ, ვითხოვთ იმას, რომ დაგვანებონ თავი, ეს მიწები არის ჩვენი საკუთრება 30 წელზე მეტია. ის ამბავი, რომ მოსახლეობა ინერტიული იყო და არაფერს არ აკეთებდა ამ ტერიტორიაზე, ეს არის სიცრუე და ტყუილი. ეს არის ყველაფერი რუსთავის მერიის ბრალი ქალბატონი ნინოს თამადობით. თქვენ პირდაპირ ეთერში გააშუქეთ მთელი პროცესი, ხო სწორია, ხო არ გამოგჩენიათ მაგრამ იქ ცალსახად და მკვეთრად გავაკეთე განცხადება, რომ იალღუჯის მიწებთან დაკავშირებით და ამას ვაკონკრეტებ, იალღუჯის მიწებთან დაკავშირებით დაახლოებით სამუშაოს პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება და მიწების 80% ფაქტიურად იდენტიფიცირებულია. ეს ძალიან მაგარი საქმეა. წლების 10 წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელი იყო ერთობლივი მუშაობით, ადგილობრივი ხელისუფლების და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით დასასრულს უახლოვდება. დარჩა რაღაც 20% მიწებისა, რომელიც გასარკვევია, იდენტიფიცირებელია. დაახლოებით 2 კვირის ვადაში ამ საკითხებსაც განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და იალღუჯას მიწებთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას გავავრცელებთ. აი ეს გახლავთ საკითხი. დანარჩენ თემებს რაც შეეხება, რაც თქვენ გააქვთ, კითხვა ვიცი, რაც უნდა მკითხოთ, რუსთავის შემოსასვლელთან დაკავშირებულ მიწებს. მე მოვისმინე ის კითხვები, რა კითხვებიც ამ ადამიანებმა დასვეს და ამ კითხვებს აუცილებლად გავაჟღერებ ამ კომისიის წინაშე. ეს შემიძლია ამ წუთას გითხრათ. შემდეგ საკითხს რაც შეეხება ჯანდარას მიწებს, რაც შეეხება და ლემშვენიერას, ეს საკითხები დასმულია, ამ ნაწილშიც მუშაობის პროცესი დაიძრა და აქაც გარკვეული დროის შემდეგ პერიოდულ ეტაპობრივ ინფორმაციას მივაწოდებთ დაინტერესებულ პირებს და საზოგადოებას. შეხვედრაზე 2 საკითხი განვიხილეთ მოსახლეობასთან, ერთი იალღუჯის მიწებთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება გავაცანით. ჩვენ რამდენიმე თვეა სამინისტროებთან ერთად აქტიურად მუშაობთ, რომ მოსახლეობამ შეძლოს მათი მიწების დარეგისტრირება, რომელიც 90-იანი წლებიდან გადაეცათ, თუმცა არ ფლობდნენ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს და ძალიან მიხარია, რომ 80%-ის იდენტიფიცირება უკვე შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რეგისტრაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე გრძელდება 20%-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და მე იმეც ვიტოვებ, რომ აქაც პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება შემოსასვლელი მიწის ნაკვეთების საკითხს,
გამოსყიდვა სახელმწიფოს დაწყებული აქვს. დღემდე გამოსყიდულია 700-მდე მიწის ნაკვეთი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს ელოდებიან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, თუმცა ამავე დროს არიან ადამიანები, რომელსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია მათ მიმართეს ჩემი ინფორმაციით, რაც დღეს თქვეს სასამართლოს და ალბათ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.